აი დაგიბრუნდით, შეგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ გადაცემა მკურნალს. ახლა კი საინტერესო თემა მინდა შემოგთავაზოთ, ასეთი როგორიც არის სისხლდენების საშუალოსნოდან. გარდა იმისა, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამოცნობა არის ამის პრობლემა, უფრო დეტალურად ამაზე სასაუბროთ. დღეს მოვიწვიეთ გინეკოლოგი ქეთევან ჯინჭოლავა, გადმოვალ ასეთი კითხვით, როგორ უნდა ამოვიცნოთ სისხლდენა, იმიტომ რომ სისხლდენა ზოგჯერ არ არის ვერ ხედავს ადამიანი რომ მას სისხლდენა დაეწყო. აი რომ რა ნიშნებია იმისთვის რომ მიხვდეს რომ სისხლდენა ხომ არ არის, ხომ არ მიმართოს ექიმს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პათოლოგიური სისხლდენა საშოდან არის ისეთი განმარტება, რომელსაც შეიძლება ნამდვილად პაციენტმა ვერ მიანიჭა შესაბამისი დატვირთვა. ხშირად პათოლოგიური სისხლდენა შეიძლება იყოს ციკლურიც, ანუ მენსტრუაციის ფარგლებში ჯდებოდეს ვადებში პირობითად, მაგრამ იყოს ზედმეტად ჭარბი. ხო, ანუ ეგონოს პაციენტს რომ ეს შეიძლება არის. დიახ, კი. ანუ ამიტომ ხშირად პაციენტები ამის განსაზღვრებას ვიზიტზე ღრმა ჩაკითხვით შეიძლება მიაკვლიო, რომ უგულობელყოფს სრულიად ჭარბ მენსტრუაციას, რომელიც ასევე არის პათოლოგიური სისხლდენა. ასევე მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივობას. ანუ 8 დღეზე მეტი ციკლური ყოველთვიური გამონადენი უკვე აღიქმება როგორც პათოლოგიური სისხლდენა. და უხეშად რო ვთქვა და უფრო პოპულარულად რომ პაციენტებისთვის ეს გასაგები უნდა იყოს აუცილებლად არაჩვენ. ნუ თუ დღის მანძილზე 4-5 ასე ვთქვა სრული საფენი იქნა საჭიროება არსებობს მისი, ეს უკვე არის დეფინიცია იმისა, რომ მენსტრუაცია არის ჭარბი, ანუ პათოლოგიურად ჭარბი. მაგრამ პათოლოგიური სისხლდენასთან მიმართებაში ძირითადად ვსაუბრობთ ხოლმე ციკლგარეშე სისხლდენებზეც. ყოველთვის უნდა ვიცოდოთ ის, რომ მცირე გამონადენიც კი უკვე არის პათოლოგიური სისხლდენა, თუ გვაქვს საუბარი ციკლგარეშე, ანუ მენსტრუაციას რეგულაციას დაცვის გარეშე არსებულ ინტერმენსტრუალური გამონადენების კი. ანუ ესეც პათოლოგიური სისხლდენა. რისკ ჯგუფებში რომელი იცით რა არის რისკ ჯგუფი არის ყველა ასაკის მდედრობითი სქესი. პრინციპში პათოლოგიური სისხლდენა შეიძლება ბავშვებშიც გქონდეს, რომელიც დასაცირებული იყოს ტრაუმის და აუცილებლად არის ალარმ, ეგრეთ წოდებული მშობლისთვის და აუცილებლად უნდა მოხდეს გინეკოლოგიური ინსპექცია, შეფასება ბავშვის დროული, მყისიერი და შესაბამისი აქტივობა, რაც სჭირდება სამედიცინო იმის, რომ მოგვარებული იყოს საშუალო პათოლოგიური სისხლდენა. არსებობს იუვენილური სისხლდენები, რომელიც თავის მხრივ პუბერტატულ ასაკს მოიცავს ხოლმე. დღეს უკვე 9 წლიდან შეიძლება იყოს პირველად მენარქე, კი ბატონო, ანუ პირველი მენსტრუაციიდან 17 წლამდე არსებული სისხლდენები, რომლებიც არ ჯდება ნორმირებულ თვიურ დანაკარგში, ეს არის 8 დღეზე მეტი კიდევ ერთხელ გავმეორდები, ან კოლტებით მიმდინარე, ან ალისფერის სისხლის დანაკარგის სახით, ან მცირე დროის მანძილზე ჭარბი გამონადენი. უკვე უნდა იყოს აღქმული და შეფასებული როგორც პათოლოგიური სისხლდენა. თუ არის რამე აი გამოწვევი მიზეზები, ვთქვათ აი სისხლდენის გამოწვევი მიზეზები. რა საკვირველია? ანუ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომელიც კლინიკურად შეიძლება ერთი სახელწოდებით იყოს გამოვლენილი პათოლოგიური სისხლდენის. როგორც ვისაუბრეთ, ბავშვები უფრო ტრაუმით მიმდინარე, თუმცა არსებობს სხვა უფრო სერიოზული პათოლოგიებიც, იუვენილური სისხლდენები, რომელიც ციკლის რეგულაციის პირობებში, ანუ ჯერ დისფუნქციურ სისხლდენად აღიქმება, ანუ საკვერცხეები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული სრულყოფილად, რომ უზრუნველყოთ მენსტრუალური ციკლის როგორც რეგულაცია, ასევე მისი ხანგრძლივობა, ასევე მისი მოცულობის დანაკარგის მოცულობა და შესაბამისად ეს ფუნქციური პრობლემა არის ხოლმე. აი რეპროდუქციულ ასაკში არსებული სისხლდენები ზედმეტად უფრო სტრუქტურული პრობლემებია ხოლმე, თუმცა დისფუნქციური სისხლდენები, ანუ ასევე საკვერცხის მიერი ფუნქციური უკმარობით გამოწვეული სისხლდენებიც უხვად არის ხოლმე ცხადია. განსაკუთრებით საყურადღებო არის პოსტმენოპაუზალური და მენოპაუზალური სისხლდენები. პოსტმენოპაუზალური სისხლდენები ცხადია უფრო ონკორისკის მატარებელი არის ეს კლინიკური გამოვლინება და დროული და მყისიერი შეფასება უნდა მოხდეს. იცით რა შეგაწყვეტინებთ, ანუ ყველა ვარიანტში მე ვფიქრობ, რომ თუ რაღაცა ნიშანი აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და ექიმი შემდეგ გაარკვევს, ანუ არის პოსტმენოპაუზალური თუ ასე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიმართოთ ექიმს. უკიდურესად საყურადღებო. აი რა არის, როგორც ეგრეთ წოდებული ჩვენ ვეძახით ხოლმე red flag-ები, ხო? ანუ წითელი დროშები ასე. დიახ, არის ესეთი, ასე ვთქვათ, ალარმ სისხლდენები, რომელიც არის საგანგაშო. ცხადია, ეს უნდა გვეცმოდეს, რომ პოსტკოიტალური, ანუ სქესობრივი კონტაქტის შემდგომ არსებული ნებისმიერი მცირე ზომის სისხლიანი გამონადენიც კი არის განგაშის ნიშანი. მენოპაუზაში, ანუ ეს გულისხმობ, რომ
55 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, სადაც უკვე მენსტრუაცია აღარ აქვს მას და მენოპაუზაში არის, ამ დროს გამოვლენილი ნებისმიერი სისხლოვანი გამონადენი, მათ შორის ლაქოვანიც კი არის პათოლოგია. და არ არის ჭარბი რაოდენობით, საჭირო ეს მინდა აღნიშნო, არ არის ჭარბი რაოდენობით. ჭარბი ცხადია, ისედაც განგაშის მომტანია ხოლმე სისხლდანა და ჭარბ დანაკარგს მაინც მოყავს პაციენტი დროულად ექიმთან. მაგრამ აი მცირე სისხლოვანი გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს ეპიზოდური, დანიშნავდეს ძალიან დიდი პათოლოგიის გამოვლინებას, აი ზუსტად მაშინ ხდება ხოლმე, აი მიყურადება ამ პროცესის და ხშირად აი მქონდა, მაგრამ არ მივაქცია ყველაფერი, იმიტომ რომ 2 დღეში გაიარა. რეპროდუქციულ ასაკში არსებულ სისხლდენების მიზეზებსაც ასევე უფრო სტრუქტურულ მიზეზებს ვეძახით ხოლმე. აი მაგალითად პოლიპები, ჰიპერპლაზია, ეს არის საშუალო კეთილთვისებიანი პროცესები, მიომური კვანძები. სისხლდენა თავის მხრივ შეიძლება აერთიანებდეს ისეთ პათოლოგიებს, როგორც არის, როგორც კეთილთვისებიანი, ამის კლინიკური გამოვლენა იყოს, ასევე ონკოლოგიური პროცესის მაჩვენებელი იყოს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს დროული დიაგნოსტირება ამ ნოზოლოგიების. და დიაგნოსტიკის რა მეთოდი გვაქვს, აი რომ ამოვიცნოთ ამ დიაგნოსტიკური მეთოდები? დიაგნოსტიკის მეთოდები დღეს უკვე ძალიან უხვად არის. ალბათ კიდევ დაიხვეწება რაღაც თავისთავად მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, მაგრამ დღესდღეობით რაც არის მოწოდებული გაიდლაინებით, რა თქმა უნდა აუცილებელი არის შემდეგი კვლევები. ლაბორატორიული ტესტებიდან სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა უნდა შეფასდეს, ონკომარკერები უნდა შეფასდეს, რადიოლოგიური კვლევები, გოლდ სტანდარტი, ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტი არის სონოგრაფიის წარმოება, ვაგინალური მიდგომით თუ რაღაც ხელშემშლელი ფაქტორი არის, ტრანსაბდომინური, ანუ მუცელზე და მიდგომით ხომ, შესაბამისად ეს თუ უფრო ღრმა კვლევა გვჭირდება, მენჯის MRT, კომპიუტერული ტომოგრაფიები, ამის გამოყენება უხვად შეგვიძლია. და მკურნალობის მეთოდებზე? მკურნალობის მეთოდი გამომდინარეობს იქიდან, თუ რა პათოლოგიის დიაგნოსტირება მოხდა კვლევების თანახმად. ქალბატონო ქეთევან, აი მკურნალობის ძირითად ასპექტებზე რას მეტყვით? მკურნალობის ძირითადი ასპექტები გამომდინარეობს იმიდან, თუ ამ კვლევის პროცესში რა დიაგნოზემდე მივედით. ანუ რა კვლევის მეთოდებით გამოყენებული ბიოპსიები იქნება, ციტოლოგიური კვლევები იქნება, რადიოლოგიური თუ ლაბორატორიული ტესტებით მივდივართ კონკრეტულ ნოზოლოგიამდე, რომელსაც ჩვენ მართავთ. ცხადია, დისფუნქციური სისხლდენები უნდა იყოს ნამართი ჰორმონალური მიდგომით, თუ გამოვლინდა მსგავსი პათოლოგია და ასეთ შემთხვევაში გამოვიყენებთ კონტრაცეპტივების სამკურნალო ეფექტს, მათ შორის ხანგრძლივად შეგვიძლია გამოვიყენოთ პერმანენტული კონტრაცეფციის სპირალის სახით, რომელიც თავსდება საშუალოსნოს ღრუში და მსგავსი დისფუნქციური სისხლდენები კარგად არის ხოლმე ნამართი. თუ ჩვენ მივაკვლიეთ სტრუქტურულ პათოლოგიებს, მათ შორის კეთილთვისებიანს, ასეთ შემთხვევაში ჰისტეროსკოპიას, ლაპარასკოპიას, ქირურგიულ მიდგომებს კი ოპერაციული ჩარევები, კი ურეტირებები, ანუ საშუალოსნოს ღრუს მასალის როგორც ასე ვთქვათ მორფოლოგიური შესწავლისთვის, ასევე ძირითადი პრობლემის მოშორებისთვის, ხო? ანუ მაგრამ თუ კვლევის შედეგად მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, ისეთ მონაცემების ნუსხა მივიღეთ, რომელიც ონკოლოგიურ პათოლოგიებს გულისხმობს, ხედია ეს მოიაზრებს როგორც ქირურგიულ, ასე ქიმიოთერაპიას, ხილთერაპიას და კომპლექსური მიდგომა ხდება ხოლმე. მთავარია პაციენტს და მოსახლეობას ესმოდეს, რომ ძალიან მისი პირადი პასუხისმგებლობა არის, მისი ჯანმრთელობა, რომ აუცილებლად ყველა სიმპტომთან მიმართებაში უნდა იყოს ყურადღება. რას ურჩევდით თქვენ მოსახლეობას? ცხადია იმას, რომ გამოიყენონ სასკრინინგო ტესტები, რაც არსებობს, რაც ფართედ არის, ასე ვთქვათ, ინფორმირებაც უკვე მარტივი არის დღევანდელი საშუალებებით და თუ ჩვენ დროულად მოახდენთ სკრინინგს, ყველა პათოლოგიას შეუძლია, ყველა პათოლოგიის სასკრინინგო ტესტებს დროულად გამოვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში ეს ერთადერთი პირობა არის, რომ თავის მხრივ ონკოლოგიური პათოლოგიები საერთოდ მისი რისკი შემცირებული იქნას და თუ მაგალითად მაინც არსებობს ისეთი დაავადებების დროული დიაგნოსტირება, უკვე ჩამოყალიბდა დაავადება და მისი დროული დიაგნოსტირებით სრულ განკურნებას მიაღწევს ადამიანი როგორც ონკოლოგიური თვალსაზრისით, ასევე
კეთილთვისებიანი პროცესებთან მიმართებაში, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს შემდგომ უკვე ესეთ ამ სიმპტომს, როგორც არის პათოლოგიური სისხლძარღვების საშოდან. ასე რომ გამოვიყენოთ დროული ვიზიტი ექიმთან, გინეკოლოგიური ინსპექცია, გამოვიყენოთ სასკრინინგო ტესტები, პაპ ტესტი, კოლპოსკოპია, სონოგრაფიული კვლევები, ლაბორატორიული ტესტები, ციტოლოგიური, ბიოფსიური და ნუ შეგვეშინდება. აი ძალიან მინდოდა და მეთქვა, რომ აი ბიოფსიასთან მიმართებაში ქალბატონებს აქვს ძალიან დიდი სიფრთხილე და შიში, რომ აი რამე არ დააპროვოცირდეს, ან ეს რაში მჭირდებოდა. ამ დროს ეს არის უნივერსალური მეთოდი დიაგნოზზე გასვლის, სხვა დანარჩენი საშუალებები არის მხოლოდ დამხმარე საშუალებები, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ მანამდე, რომელიც ექიმს ეხმარება, რომ ასე ვთქვათ, ვიზიტის კონსტრუქცია შეკრას, მაგრამ ბიოფსიური კვლევა და ციტოლოგიური ანალიზი საერთოდ არ არის შემაშინებელი, ასე რომ ქალბატონებს, როდესაც შესთავაზებთ ხოლმე იგივე ფანჯ ბიოფსიას, ანუ საშუალო ყელის ბიოპტატის გაკეთება, საშუალო ზღვის პაიპელ ბიოფსიას, ანუ მცირე ინვაზიური ჩარევით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური დიაგნოზი, რომელიც არის უკვე სრული დიაგნოზი და ამით შეიძლება გამოვრიცხოთ ისეთი პროცესები, რომელიც მას აშინებდა და აფრთხობდა და მართოთ უკვე თამამად კონსერვატიულად, ანუ მედიკამენტოზურად. ამიტომ გამოვიყენოთ ის ტესტები, რაც უკვე დღევანდელი ტექნოლოგიებით მოწოდებული არის, ნამდვილად ასეთ შემთხვევაში დაცული არის პაციენტის სრულად კი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ინფორმატიული. დიდი მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ ბევრ ჯანმრთელ პაციენტს. ნამდვილად დიდი მადლობა, ეს საუკეთესო სურვილი არის ექიმისთვის. დიდი მადლობა და თქვენს გისურვებთ წარმატებებს, საინტერესო გადაცემებს. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ნახვამდის. დაგემშვიდობებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მიიღეთ თქვენ რეკომენდაციები და რჩევები, რომელსაც ჩვენ ყოველთვის გაძლევთ წამყვანი ექიმებთან შეთანხმებით. მე კი დაგემშვიდობებით ერთი კვირით, შემდეგ 4 შაბათამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას.